შეიძლება ითქვას, რომ დასაჭერთა სია ძალიან დიდია, ვინაიდან ქვეყანაში ქართულ ოცნებას ძალიან ბევრი ადამიანი არ აღიარებს და მაინც და მაინც არც ქვეყნის გარეთ აქვს ქართულ ოცნებას ლეგიტიმაცია და აღიარება, ამიტომაც როგორც ჩანს ქართულმა ოცნებამ ახლა გადაწყვიტა, რომ აღიარება ძალით და კონკრეტულად კანონით მოიპოვოს, რადგანაც ქართული ოცნება აპირებს, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლოა სულ რამდენიმე დღეშიც კი ჩვენ ვნახოთ ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც როგორც შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარემ გითხრა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველა იმ პირს, რომელიც არ აღიარებს მაგალითად ქართული ოცნების პარლამენტს თუ პრეზიდენტს და ასე შემდეგ. ქართული ოცნების წევრები აპირებენ, რომ ციხეში გაუშვან ყველა ის ადამიანი, ვისთან დაკავშირებითაც ჩათვლიან, რომ ისინი კანონს არ ღვევენ, როდესაც არ აღიარებენ ქართულ ოცნებას, თუმცა როგორც ასევე ქართული ოცნება ამბობს, თითქოს პერფორმანსები არ დაისჯება და თავად გადაწყვეტენ, ვინ არ ღვევს კანონს და ვინ არ აღიარებს ქართულ ოცნებას და ვის ჩაეთვლება ეს ყველაფერი დანაშაულად. გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოიტანეს, სადაც გააუქმეს კონკრეტული ორგანიზაცია იმის გამო, რომელიც წლების განმავლობაში არ აღიარებდა არც არჩევნების შედეგებს, არც თვითონ ლეგიტიმურობას გერმანიის ხელისუფლებისა და არც ერთი შტოს ხელისუფლებისა მის ლეგიტიმურობას. ანუ არსებობს ევროპაში მექანიზმები, რომ ესეთი ოდიოზური ორგანიზაციები, რომლებიც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, სახელმწიფო მათ ეუბნება, თუ თქვენ გახვალთ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მაშინ თქვენ დაგელაპარაკებით როგორც ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც გასულები არიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. სარომე ზურაბიშვილზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, ზურაბიშვილმა თავის თავს მიხედოს, ჩვენ თავს მიხედავთ. ვინც კონსტიტუციურ ორგანოებს არ აღიარებს და ქართული ოცნების პრეზიდენტს, პარლამენტს და ასე შემდეგ, ციხეში აპირებთ ამ ადამიანების გაშვებას. ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა. ფორმულირება ჯერ არ არის ცნობილი და მალე გაიგებს საზოგადოება. უშუალოდ ვის ეხება? ძალიან ბევრი ადამიანი არ აღიარებს ქართული ოცნების ლეგიტიმაციას და ეს ხალხი ციხეში წავა, ბატონო გიორგი. თქვენ აღიარებთ? მე მაინტერესებს, ვინც არ აღიარებს ციხეში წავლენ ეს ადამიანები? ბატონო გიორგი. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ ეს ახალი ინიციატივა გააჟღერა, ყველაზე მეც ქართული ოცნების წევრები სალომე ზურაბიშვილზე საუბრობენ და სალომე ზურაბიშვილი მოყავთ როგორც მაგალითი, რომელიც არ აღიარებს ქართულ ოცნებას და სწორედ ასეთი შემთხვევები დაისაჯა სისხლის სამართლებრივად გერმანიაში, როგორც ქართული ოცნება ამბობს და არ არის გამორიცხული, რომ სალომე ზურაბიშვილს შეეხოს ეს კანონი მაგალითად და ქართულმა ოცნებამ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებითაც იმოქმედოს ამ კანონის ძალით, თუ კი ის გააგრძელებს ქართული ოცნების არ აღიარებას. თავად სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ქართული ოცნების ამ ახალ ინიციატივას და ის აცხადებს, რომ აღიარებაც და არ აღიარებაც თავისთავად ხდება. ხალხი თავად წყვეტს, ვინ აღიაროს, ვის მიანიჭოს ლეგიტიმაცია და ვის არა და ამ ყველაფერს ქართული ოცნება ძალით და კანონით ვერავის დააძალებს. მე არაფერს არ ვხედავ, აღიარება და ლეგიტიმაცია ეს არის ის, რაც ხდება, ან არ ხდება. და ამას ძალით ვერ აკეთებინებ ვერავის, როგორც ჩვენ ვიცით, წარსულიდან და ბევრი სხვა მაგალითიდან. საინტერესო არის კონკრეტულად როგორ შემოიტანს, რა ფორმით შემოიტანს ქართული ოცნება ამ ახალ ინიციატივას ამ კვირაში. სავარაუდოდ ჩვენ უკვე ეს ტექსტი და დოკუმენტი გვეცოდინება, ვინაიდან მიმდინარე კვირას გრანტების შესახებ კანონზე მეორე მოსმენით უნდა იმშელოს და სწორედ ამის პარალელურად ვნახავთ ჩვენ ახალ ტექსტს, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით და ციხეში გაშვებით ემუქრება ყველა იმ ადამიანს, ვინც ქართულ ოცნებას არ აღიარებს.